დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 28 მაისია, ხუთშაბათი, ეთერში ერთსვლოვნების დილა, სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. გილოცავთ ყველას ღირსი დავით გარეჯელის ხსენების დღეს და აქვე გაგაცნობთ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე დაიდო. დღეს დავით გარეჯის მამთა მონასტერში წირვას აღავლენ საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა ლომინძე. ღვთისმსახურება 10 საათზე დაიწყება. ამავე დღეს მონასტერში მიბრძანდება უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე, რომელიც 12 საათსა და 30 წუთზე პარაკლისს აღავლენს. ახლა ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და გადაცემის ანონსით დაგებრუნდებით. 28 მაისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს დავით გარეჯელს და მის მოწაფე ლუკიანეს, ღირს პიროს ბრეთელს, ღირს პახუმიდიც, ღირს აქილეს, ლარისელ ეპისკოპოსს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. წმინდანთა მფარველობა არ მოკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, პირველ ნაწილში შემოგვიერთდება ნაძალდევში მდებარე ივერიის ყოლა-წმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ ღირსი დავით გარეჯელის შესახებ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დაარსებიდან წელს 105 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 29 მაისს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა ნიჭიერთა 10 წლეთის დიდ საკონცერტო დარბაზში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა საანგარიშო კონცერტი გაიმართება. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილე ქალბატონი ბაია კოღუაშვილი. როგორც უკვე აღნიშნეთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოიხსენებს ღირს მამა დავით გარეჯელს, ასევე დღეს გახლავთ მამა დავითობა და ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი ჩაგორთება მთაწმინდაზე მდებარე მამა დავითის სახელობის ტაძრიდან, სადაც ღვთისმსახურება 9 საათზე დაიწყება. ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელში 1 ივნისს მისაღები გამოცდები დაიწყება. თემაზე უფრო ვრცლად გვესაუბრებიან სტუდიის სტუმრები, სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, საფორტეპიანო გაყოფილების პედაგოგი მარინა ლობჟანიძე და სამუსიკო სასწავლებლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი ქალბატონი თინა მღვინერია. ასეთი გახლავთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად და თვალყური გვადევნეთ. ახლა კი ვნახოთ ამდის პროგნოზი და ერთად შევიტყოთ, როგორი ამდია მოსავალმელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში.
დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში მოძღვართან ერთად ნაძალდევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური შემოგვიერთდა დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი. დილამშვიდობის დაგლოცეთ მამა ირაკლი. დილამშვიდობისა, ერთმა გაგახაროთ და გილოცავთ წმინდა დავით გარეჯელის ხსენებას მისი მოწაფისა ლუკიანის პიროს ბრეთელისა. შეგვეწიოს მათი ძალა მალ მეოხება, ერთმა მრავლას დაგვასწროს და გაგვაძლიეროს ღმერთის სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულში. ამინ, ღმერთმა გისმინოთ, მეც გილოცავთ. მამა ირაკლი, თავდაპირველად რა თქმა უნდა, პირველი კითხვა იქნება ასეთი, თუ როგორ მოხდა საქართველოში დავით გარეჯელი და რატომ არჩია კონკრეტულად ასე ვთქვათ მონაზვნური ცხოვრებისთვის უდაბნო და ზოგადად რას ნიშნავს უდაბნოში განმარტოვება ქრისტიანული თვალსაზრისით. დიახ, პირველ რიგში წმინდა დავით გარეჯელის შესახებ ვისაუბროთ, მისი ცხოვრება მოკლედ უნდა მიმოვიხილოთ, კი ბევრისთვის ნაცნობია, დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც იგი იყო წმინდა იოანე ზედაზნელის მოწაფე, რომელიც შეამზადა იცით 12 მოწაფესთან საქართველოში ქრისტიანობის გასამტკიცებლად, მონაზვნთა ბებონაზო ცხოვრების დასაარსებლად, ასაღორძინებლად. წმინდა დავით სამოღვაწეოდ დაირჩია თბილისის განაპირას მდებარე მთა, სადაც კი დღე-ღამე სასწორებდა ლოცვაში, მარხვაში, ევედრებოდა ღმერთ თბილისელთა ცოდვების მოტევებას და ღვთისწყალობას, რადგან ამ დროს თბილისი ქალაქი, ახალი დედაქალაქი საქართველოსი კერპთა ცეცხლ თაყვანისმცემ და გავლენის ქვეშ იყო და სწორედ აი ამ დიდ პრობლემასთან შეჯახების გამო წმინდა დავით გარეჯელი დიდ მოღვაწეობაში იყო, გადმოდგებოდა ყველა ლოცვის შედეგად და ესე ქალაქს აკურთხებდა, გამოყოფილი ქონა ერთი დღე, როცა ჩაუმზადებოდა თბილისში უკვე ქალაქში და ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას და მის ესეთი მადლიანი ქადაგება, მისი ცხოვრების წესი დიდ გავლენას იქონიებდა ხოლმე მის სვენელებზე და ნელ-ნელა აკლებოდა სამწყსო ცეცხლ თაყვანისმცემლთა ქურუმებს, რითაც ის რა თქმა უნდა ძალიან დიდი შურითა და ბოროტ აღიუსნა წმინდა დავითის მიმართ, რომელიც ვერ შეძლეს და ვერ გარდაამეტეს მის მას და ის მოღვაწეობას. შემდეგ ესეთი მზაკრული ხერხი მოიფიქრეს, მოისყეს ესეთი მეზავი დედაკაცი და მიაგზავნეს ქადაგების დროს წმინდა დავითთან, რომ თითქოს ის იყო მისი ბავშვის მამა. თავიდან წმინდა დავითი მას მშვიდად პასუხობდა, რომ ის ეშლებოდა, რა თქმა უნდა, ღმერთმა იცის, რომ ეს არ არის მართალი, მაგრამ ხალხი მაინც აღშფოთა, განერვიულდა, დიდი რაოდენობა შეიკრიბა და ყველა ითხოვდა ღირსი მამის საკადრის დასჯას. იძულებული შეიქმნა წმინდა დავითი, შეიძლება ესეც ითქვას, ღმერთს შესთხოვა, რომ უფალს გაემხილებინა იქ მოხდურთათვის და მყოფთათვის, თუ ვინ იყო ნამდვილად ამ ბავშვის მამა და ძალიან დიდი საკვირველი სასწაული აღესრულა, რომ აი დედის მუსწიდან ჩვილმა დაასახელა თავისი ნამდვილი მამის ვინაობა და ერთ მჭედელზე მიუთითა. ასეთი მზაკრულის აქციების გამო აღშფოთებული ხალხი, ეს ხალხი დიდი ბრბოდა მასა, უკვე ვეღარ შეაკავა წმინდა დავით გარეჯელმა და ძალიან დიდი ბოროტებით აღიუსნა ქალბატონის მიმართ და იგი როგორც ასეთი ერთი ვერსია გადმოცემს გვეუბნება, ქვით ჩაქოლეს. მეორე ვერსიაა, რომ ამ სასჯელის გამო მან ქვაშვა. და ასეთ გადმოცემაც არსებობს, რომ სწორედ ამ ადგილას აშენებულია მომავალში, რა თქმა უნდა, შემდგომ საუკუნეების შემდგომ ქაშვედის წმინდა გიორგის მონასტერი, რომელიც დღესაც მადლსმენს თბილისის მოსახლეობას და მრავალთა სულს აკურთხებს და განსწმენდა. სწორედ აქედან მოდის ეს სახელწოდება, ქვათა შუა მოყვა ეს ქალი ჩაქოლეს თუ ქვაშვა და აქედან არის ეს ყველაფერი. წმინდა დავითი ამის შემხედვაში შეწუნებულებად მას ქალაქში აღარ გაჩერდა, მოხდა დიდ ხოვნისა და ვედრებისა და თავის მოწაფეთად განეშორა თბილის, აღირჩია სამოღვაწეოდ უდაბნო ადგილი ყარაიას ველზე, სადაც თავის მოწაფეთად დასახდა, სულად უნოგეშო მდგომარეობაში, წყალიც კი არ მოიპოვებოდა იცით თქვენ, მათი საზდელი იყო წირი ბალახი და ხის ქერქი, შემდეგ ესეც გახმა დიდი სიცხეების გამო, მაგრამ ღმერთმა არ დატოვა ნუგეშის გარეშე თავის ერთგული მოწაფენი, მაგიცით ვიცით ჩვენ ირმების შესაძლებლად, რომლებიც ყოველდღე მიდიოდნენ მათთან და ძესწველი და ლუკელი და დავითი ყველად გადააქცევდა. ოთხშაბათი პარასკევს სადაც მარხულობდნენ, არაფერს არ მიიღებდნენ, არ წყალს და არ საკვებს. ამ დროს ირმებიც მათ არ სტუმრობდნენ, იცით თქვენ და ესე დიდ მოღვაწეობაში წმინდა დავითი მისი ლოცვით იქ მონასტერი დაარსდა, გამრავლდა ბერთა რიცხვი და როცა უკვე გამართა მან თავისი მონასტერი დაარსე მონასტერი პალესტინის წესდების თანახმად, როგორც მაშინ იყო მიღებული მართლმადიდებლურ სამყაროში, მას ესეთი სურვილი ჰქონდა მთელი ცხოვრებისეული ნატორა შევესე ვთქვათ, რომ იერუსალიმის წმინდა ადგილები მოელოცა და მართლაც წაბრძანდა წმინდა დავითი რამოდენიმე მოწაფესთან ერთად და როცა უკვე ცნობილი ამბავი და დაკავშირებულია ჩვენს მომავალ ისტორიასთან, დიდ სიწმინდესთან, რასაც მადლის გვაქვს ვიცით,
როცა მეახოდა წმინდა დავით გარეჯელი უკვე მადლის ქედს ესე იწოდება, საიდან პირველად გამოჩნდება, წარმოუდგება იქ მიმსვლელს, მიოლოცვის სურვეს, იერუსალიმ მთელი თავისი დიდიადი და სიმშვენიერით. აი იქ საოცრად მოხდა დავითის სულში, რაღაც საოცარმა სიმდაბლემ შეიპყრო იგი. მოხლა დავარდა და ქვითინი დაიწყო თავისი უღირსების გამო, იგი გახდა ღირსი ხილვისა წმინდა ქალაქისა. მიუხედავად ბევრი ვედრებისა, მან უარი განაცხადა ქალაქში შებრძანებაზე და გააგზავნა თავის მოწაფეები, რომ და ცხოვრო იქ მოეხსენებინათ დავით გარეჯელი, თვითონ კი არაფრით არ შებრძანდება და ესე შეწუნე ამოდორ მე ვითარო მე უღირსმა შევძლო თელვად ფეხთა ნავალთა ღმერთკაცისა იესო ქრისტეს დედისა მისისა. აი საოცარ სიმდაბლით იყო და წავიდნენ მოწაფეები, მართლაც მოილოცეს, იქამდე დავითი დარჩა ამ ადგილას და როცა დაბრუნდნენ, აი სამი ქვა აიღო, ჩვეულებრივი ქვა იქ რაც იყო წმინდა დავითმა და სიწმინდეების ნიშნად, რომ მან იერუსალიმის იხილა შორიდან, როგორც სიწმინდეები, აი მახუნდებარე ქალაქის მდებარე ტერიტორიისა, სამი ქვა ჩაიდო აბგაში, ესე დაბრუნდა და წამობძანდა საქართველოსკენ. და მოხდა სასწაული იმავე ღამს იერუსალიმის პატრიარქს ელიას აქვს ანგელოზებრივი გამოცხადება, იგი აუწყებს მას, რომ მოსულია ჩემი საკუთარი მოწაფე დავით, ეს საოცარი ზეციური ესეთ შეფასება დავითის მოღვაწეობისა, რომელსაც თავისი სიმდაბლის და სარწმუნოების გამო იერუსალიმის მთელი მადლი თან მიაქვს. და აუცილებლად ეს ძალიან დიდი პრობლემა იქნებოდა ბუნებრივი მოვლისთვის. აკურთხებს ზეცა, რომ დაადევნოს პატრიარქმა მალემსბოლნი, რომ ორი ქვა დააბრუნოს, ორი მესამედი მადლი დაიტოვოს იერუსალიმში, ორი ქვა დააბრუნოს, ხოლო ერთი კი დაუცოთ წაბრძანოს საქართველოში და მათ ესე მოხდება, დაიწევიან დავით გარეჯეს, ამ ამბის მოსმენე კიდევ ერთხელ გამცირდება, დავით უფრო მეტად გაუძლედება სიმდაბლის და უგირსების განცდა, რა თქმა უნდა, გადასცეს იმ ორ ქვას და ერთ ქვას საქართველოს წამომაბრძანეს, რომელსაც მადლის ქვა ეწოდება, იგი დავძანდება წმინდა დავით გარეჯის მონასტერში, მრავალი სასწაულით განდიდება, მრავალ საკვირვებას აღასრულებს და დღესაც მადლს ყველა მისთან მიახლებოდა და სარწმუნოებით მიუტოვებდა. შემდეგ წმინდა დავით უკვე მოხუცებულობაში ღვთისაგან, როცა განეცხადება მისი ამ ქვეყნიდან გასვლის ჯამი, ეზიარება და მოძღვრებს თავის მოწაფეებს, ესე ხელთ დაყრდნილი მოცველი შეერთება ზეციურ სანახებს და ზეც საქართველოს დამკვიდრების მისი უკდავის სული. და სწორედ აი დღევანდელ დღეს საქართველოს ეკლესია მეორე გზის აღასრულებს აღმაღლების შემდგომ ხუთშაბათს წმინდა დავით გარეჯის ხსენებას, რასაც კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენ და თქვენს სპენელებს და მაყურებელებს. დიდი მადლობა. მამერაკლი, ასევე ვისაუბროთ თუ რა მნიშვნელობა აქვს ქრისტიანული თვალსაზრისით უდაბნოში განმარტოვებას. ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება ერთი შეხედვით მარტივი ჩანდეს ის, რომ საზრუნავი ამ ქვეყნიერი არაფერი არ აქვს ადამიანს, იგი თავის თავს ეკუთვნის მხოლოდ და არანაირი ამ ქვეყნიური საზრუნავი არ გააჩნია, მაგრამ რეალურად სულიერი თვალსაზრისით, ფიზიკურადაც რა თქმა უნდა, როდესაც უდაბნოში გადიხარ, მაგრამ სულიერი თვალსაზრისით, მით უმეტეს, როდესაც ადგახარ უფლისაკენ სავალ გზას, საკმაოდ დიდი წინაღობები იჩენს ამ დროს თავს და დაბრკოლებები, რაც ეხმარება და იმაში, რომ ადამიანი დააბრკოლოს უფლისაკენ სავალ გზაზე და უკან დაახევინოს, ასე ვთქვათ, რომ არ აირჩიოს უფლისაკენ სავალი გზა, რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რაზეც არის საუბარი. როგორი არის რეალურად წმინდა მამათა გადმოცემა, როგორი არის მათი სწავლება, როდესაც უდაბნოში განმარტოვდებოდნენ და რა სირთულეების გადალახვა უწევდათ? ეხ უდაბნოში გამარტოება ხა ამაღლებული მოღვაწეობის ფორმაა, ჩვენ რიგით ქრისტიანებზე ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, რაც ყველას გვევალება, კერძოდ ქრისტიანის მოღვაწეობის დასაწყისი შეიძლება ასე ითქვას და მასში ღვთისმაძის დამკვიდრების პირველი ნიშანი რა არის? როცა ის იწყებს დანახვას საკუთარი ცოდვებისა. აი საკუთარი თავის შეცნობა ეს უდიდესი პრობლემა არის, ადვილი არ არის, უდიდესი მოვალეობა ყველა ადამიანისა, გამოჩად რასისა, სქესისა, გნებავთ ეროვნებისა, რელიგიისა. ამას ჯერ კიდევ წარმართობაშიც ფილოსოფოსები ამბობდნენ, იცით, შემდეგ მის უწესრობას განსვენებული პატრიარქი ნეტარხსენებული ილია ხშირად შეგვახსენებდა, რომელიც კონდეს ერთი გამოთქმა, ნოსტე და იფსუმ, ანუ შეიცანი თავი შენ. და ეს პირველი აქედან იწყება ყველაფერი. და ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანულ სულიერ ცხოვრებაში თანმიმდევრობას. ასე რომ
ქრისტიანები რაღაც ვიხიბლებით მაინდამაინც ვერს გონია როცა ეკლესიური გახდა ღვთისმადლი დამკვიდრდა მის ნიშანი უნდა იყოს რაღაც სასწაულები უნდა მოახდინოს მაინდამაინც ხალხი უნდა მოაქციოს რაღაცა ცრემლიანი ლოცვა უნდა წამოს ეს არ არის ყველაფერს თავისი დრო აქვს რა თქმა უნდა მოღვაწეობის შედეგად შეიძლება ეს გააკეთოს მაგრამ არა თავიდან ვიდმე ამას თუ თავიდან აკეთებს ეს რა თქმა უნდა ღვთისაგან ვერ იქნება აუცილებლად ბოროტისგან არის კერძოდ როცა შეიცნობს თავის თავს რაღაც დონეზე მაინც ღვთისმადლი დამკვიდრდება რომ დაინახავს საკუთარ ცოდვებს ეს ხოდახოლოდ ეკლესიის ცხო შედეგად მიეცემ ადამიანებს სხვანაირად შეუძლებელია რომ არ ეს ადამიანმა სცადოს და ნამდვილად საკუთარი თავი დაინახოს უღირსების განძის საკუთარი ნაკლოვანებისა და მანკიერების მაგრამ აი აქ მე სამწუხაროდ აღარ გრძელდება ბევრი ქრისტიანის ცხოვრება ნუ საკუთარ ცოდვებს ხედავს კი ეს ნიჭი მას ღვთისაგან მიეცა ეს მადლია და რომ შემდეგ ეტაპი რა არის მან უნდა დაიწყოს საკუთარი თავის განსჯა ანუ განკითხვა, განკიქება, გამოსწორება, ამ სიღრმე, ამ ცოდვების დამღუპელობა სამწუხაროდ, როცა აი ეს ხდება და ეს პერიოდი მას დაუდგა მეორე ეტაპი სულიერ ცხოვრებაში გასავლელი, უკვე რა თქმა უნდა ეშმაკი ადვილად ერევა საქმეში, ხედავს ამის სულიერ მდგომარეობას და აი ესე მსახურების ორიენტი შეიძლება ითქვას გაუმრუდეს, გადაუდა სხვა მხრივ და იწყებს ადამიანი სხვების განჯას, სხვების განკითხვას, იმიტომ რომ ეს ნიჭი მას მიეცა, თვალები აიხილა მას იგი ნათელს ეზიარა ქრისტეს იქნება ეს ლოცვით, მარხვით, ზიარებით თუ აღსარებით ბუნებრივია და ეს ნიჭი მას ქრისტესაგან მიეცა და საკუთარ თავის საცხოვნად კი არ იყენებს, არამედ თითქოს თავისუფლებას აძლევს, რომ მოგე ახლა უგიხელა სიმაღლეზეა, რომ სხვების განკითხვა, განსა დაიწყოს და რა თქმა უნდა, ასე ეს ძალიან ცუდად და არასწორად განვითარდება. და სწორედ საპირისპირო, რასაც წმინდანები გვასწავლიან, ამის შედეგად, როცა ადამიანი საკუთარ ცოდვების დაანახვას იწყებს, უნდა იწყოს განჯა საკუთარ ცოდვების, ანუ ამ ყველაფერზე სინანული გამოსწორება. და ეს ყველაფერი ძალიან რთულია ერში, რა თქმა უნდა და ხოლო რჩეული ადამიანები, რომელსაც აქვს ძალიან დიდი სიყვარული ღვთისა, რწმენა, მოშურნეობის ძალიან დიდი სურვილი, აი ესე ამ სოფელს ტოვებენ. გარე გადიან რომ განმარტოვდნენ და იქ განსაჯონ საკუთარი თავი და საკუთარი მანკერი და ნებულებები და ცოდვები. და სწორედ აქედან მოდის სიტყვა გარეჯა და გარეჯა რომ იქ გავიდა გარეთ განსაჯელად, რომ გარეთ სჯად, გარეთ საიდან? ქალაქიდან, ამ სოფლიდან, უდაბნოში, რომ გამარტოვებულიყო და უფრო კარგად მოხერხებულად ოპტიმალურად შეიძლება თუ განეცედა საკუთარი თავი და საკუთარი სულიერი მდგომარეობა. თუმცა ჩვენ ერისკაცებს ეხლა და საერო ადამიანს არ გვევალება, მაინც უდაბნოში გავზარდა, მაგრამ ყოველას გვევალება თვითონ მაცხოვრმა იესო ქრისტემ გვასწავლა, რომ უნდა შეხვიდე დააფარუსში, დაახშე გულისკარს გულისხმოს, დაახშე გულისკარო შინაგანში, სადაც უნდა იწყო გამარტოებით შენი თავის განჯდა, შენი ცოდვების განკიქება და ასევე სულიერი გარკვეული წინსვლების და ღმერთთან ურთიერთობის შედეგად წარმატების მოპოვებაც. და სწორედ ამაკედან მოდის, რომ მოღვაწეობა აუცილებელია გარკვეული გამარტოება, ანუ ღმერთთან მარტო დარჩენა, გამარტოება რაღაც ძალზე ჩაკეტვა კი არა, შენ და ღმერთი. და ყველაზე კარგად ეს ხდება გული თულოცვის შედეგად, რადგან გული ისაგლეს და ღმერთი მკვიდრდება, სადაც სულის ცენტრალური ნაწილი შეიძლება ითქვას, სადაც უნდა მოხდეს ღმერთის დამკვიდრება და იქიდან განათლება თელი ჩვენი სხეულისა თუ სამშვენელისა თუ სულისა. და მაშინ, როდესაც ჩაურმავდებით ჩვენს თავს და შევეცდებით რომ შევიცნოთ საკუთარი თავი და ჩვენს ცოდვებს, ჩვენს განდულ ცხოვრებას და დაუფიქრდებით, შესაბამისად ნამდვილად აღარ გვექნება არც იმის სურვილი, არც იმის დრო, რომ ჩვენი ძმა და განვიკითხოთ თავისთავად და მათ ცოდვებზე მივუთითოთ, ვამხილოთ და ვისაუბროთ, როდესაც ჩვენი არ გვაქვს ჯერ კიდევ კარგად გააზრებული და მონანიებული, ასე ვთქვათ. სასწაულები შესახებ რომ ვისაუბროთ, ასე მამა ირაკლი არაერთი სასწაული უკავშირდება დავით გარეჯელს, ამის შესახებაც რომ ამბობთ. დიახ, სასწაული თვითონ განთქმული მამა იყო, ჩვენ უკვე ვახსენეთ რამოდენიმე სასწაული. ვიცი ჩვენ ცნობილი სასწაული რომ უდაბნოში საშინელი მხეცი გედრდობდა რომელიც წმინდა დავით გარეჯელის ლოცვის და მოხმის შედეგად როგორც ისე მორჩილად გაყვა თვინიერად და ისე განადგურდა ვიცი ჩვენ ეს გარკვეულ ხაზეც აისახა და ეს ყველაფერი შემდეგ გაგზავნა დავით გარეჯელის სახით უამრავი კურნება არის შემონახული სხვადასხვა საოცარია რომ არა მარტო ქრისტიანების არამედ სხვა რელიგიის მიმდევრებს რომლებიც იკურნებოდნენ წმინდა დავით გარეჯელის მეოხებით და ვიცი ჩვენ დავითის ცნობილი წყარო, ცრემლის წყაროს ეძახიან ეს მამა დავითს, რაც არის ასევე დავით გარეჯელის სახელობის მონასტერში კაცეს საკურნი წყარო, რომელიც განსაკუთრებულად მაკურნებელია, აი თვალი დავადებს ძალიან ბევრი სასწაული აღასრულა ამ ხრივ ისტორიაში დაცულია.
ასევე უნდა ითქვას საოცარ ინფორმაციას ამოვიკითხე ამ ახლო წარსულში, რომ უწმინდეს პატრიარქი კირიონი ყვება წმინდა დავით გარეჯელის შესახებ ცხოვრებაზე საოცარ ამის ამბობს, რომ აი ეს ფაქტი რომ მოხდა, როცა მეძავ დედაკაცმა ქვაშვა და ასე შემდეგ, იმ ადგილას წმინდა დავითის ლოცვის მიუხედავად სასწავლებელი წყარო აღმოცენება, რომელიც იყო განსაკუთრებული შემწე შვილიერებისა და უშვილო წყვილთათვის. რაღაც ეთყობა კავშირში იყო იმ მეძავისგან შობილ ასე თქვასთან თუ ამ მოვლენასთან და ეს წყარო რამოდენიმე საუკუნეები ცოცხლობდა, არსებობდა. და ჯერ კიდევ უწმინდეს კირიონის დროს ქაშვეთის ტაძართან მიუთითეს პატრიარქი ჩილ დასავლეთის ხარისს და ეს წყალი კიდევ მოედინებოდა და მრავალ კურნებას აღასრულებდა უშვილო წყვილთათვის, მათ სათხوارს ისმენდა და შვილიერებას აძლევდა. აი ასევე კიდევ მადლის ქვასთან დაკავშირებით ბევრი ერთ-ერთი სასწაული მახსენდება, ასეთი გადმოცემა არსებობს, რომ იქ დავით გარეჯის მონასტერში თათარი მწყებსები შეურაცხყოფის მიზნით მიახლებულან ამ წყაროს, რომელიც საოცარი თვისებით ხასიათებდა, რომ მოწანწკარებ და არასოდეს ესეთი დიდი გადმოჭქება ნაკოდული არ ყოფილა და ჭურჭელს რო დაუდგავდნენ, ჭურჭელი ისებოდა, ისწყდებოდა. რატოსაც ჭურჭელი დაიღებოდა, ანუ წვედი მიახლა და მიიღებდა ამას, დადგავდნენ ნენელა ისე ავსებას იწყებდა. და როგორც ეს შეურაცხყოფის ეს წმინდა ადგილი, ეს წყარო შეწყვეტილა. და ამის შემდეგ ულოციათ წმინდა მოღვაწე დავით გარეჯის მოღვაწე მამებს ესეთი ფორმა გამოვფიქრებიათ ღვთისაგან, რომ ეს მადლის ქვა განუბანიათ წყალში შეიძლება ითქვას და იმ წყლით როგორც აიაზმა, ისე უკურთხებიათ ამ ადგილსა და მაშინვე წყლის დინება ისევ გაგრძელებულა. და ესეთი მრავალი სასწაული არსებობს დავით გარეჯისთან დაკავშირებით, რომელსაც ნამდვილად დიდი ნუგეში მოაქვს მორწმუნე სულთათვის. თვითონ დავით გარეჯის კომპლექსს ვისაუბროთ თქვენის ნებართვით. კი, რა თქმა უნდა, რა მნიშვნელობა როგორც ისტორიული, ასევე სულიერი თვალსაზრისით. უდიდესი სულიერი მნიშვნელობა ჰქონდა მას ოდითგანვე ჩვენ ჯერ კიდევ მე-6 საუკუნიდან იწყებს ათულას წარმოიდგინეთ თქვენ, საიდანაც უამრავი დიდი წმინდანია მოღვაწე გამოსული, სულ სამჭედლოს უწოდებენ დავით გარეჯის მონასტერს, იყო ეს პოლიტიკური, გარკვეული კულტურული ცენტრიც, იქიდან მრავალი მოღვაწე საზოგადო მოღვაწეობდა, მსახურობდა, ვიდეო და თარგმანება, სასულიერო ლიტერატურთა შექმნა, ასევე გავრცელება, გარკვეული კვლევები. იქ ისე წინამავე მოღვაწეობდნენ, როგორიც იყვნენ, თვით დავით აღმაშენებლის ძე მეფე დემეტრე პირველი, შემდეგ დამიანე გარეჯელა წოდებული თქვენ, ილარიონ ქართველი, იოსებ კათოლიკოს პატრიარქი, სპირიდონ გარეჯელი, ონოფრე გარეჯელი, ძალიან ბევრი წმინდა მოწამე, რომელთა სახელიც ვერ შემოინახა ისტორიო სამწუხაროდ, ცნობილი ისტორია დაგიკული, მაგრამ 3-6000 გარეჯელი ბერის შესახებ ვიცით ჩვენ, რომელიც შაღაბასის დროს აღესრულნენ და ეს წმინდა ადგილი ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობით გამოირჩეოდა და დაკავშირებულო საქართველოსთან არაერთხელ გაუდაბურდა ეს ადგილი ვიცით ჩვენ სამწუხაროდ ისტორიით აუბედითი დროს, მას არბევდნენ როგორც მონღოლები, შემდეგ რა თქმა უნდა თემურლენგი, ასე შემდეგ არაბები, ყიზილბაშები, შაღაბასი ვახსენეთ. მას არაც და თანამედროვე ახლო წარსულში ხელისუფლების მიერ ნებას კერძოდ უკვე სამამულობის პერიოდში 1958 წელს ის ხელისუფლების მიერ გამოცხადა სამხედრო სასწავლო პოლიგონად და ძალიან დიდი ზიანი მიადგა ამ დროს გაფეთქებებით ტარდებოდა სასწავლელი და ძალიან დიდი ზიანი მიადგა ჯერ კიდევ წარმოდ მე-6 საუკუნეში შემორჩენილ და უნიკალურ ძეგლებს, რომ ფრესკებიც კი შემონახული იყო, ეს კიდე საოცრებად საკითხელა მადლიანი გარემო იყო და ხოლმე მოქალაქეთა დიდი ძალისხმევით და მონდომებით და შეიძლება ითქვას პროტესტით 1991 წელს შეწყდა იქ წვნები და რაც გადარჩა. და დღესაც ეს პრობლემატური ადგილია და ღვთისმადლით იმედი გვაქვს ჩვენ დავით გარეჯელის ლოცვით და მივხვდით, რომ ისე გაღდგება ყველა მონასტერში წირვა-ლოცვა, ბერთა რაოდენობა, რომელიც ყოველთვის უდიდესი იყო იქ და ისე დიდ მისიას აღასრულა ჩვენი ერის მომავალ ცხოვრებაში, როგორცაც აღასრულებდა გასული საუკუნეების განმავლობაში. და მახსენდება ჩვენი დიდი პროფესორის, დიდი საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის ესეთ საოცარი სიტყვები, ის ბრძანებს, რომ დაუშვათ რომელიმე ერს არ აქვს ისტორია. მიეცით მას დავით გარეჯი და მას ექნება ისტორია. ეს ყველაფერზე მეტყოლებს მე მგონი. მამა ირაკლი, ასევე ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა მაგალითი შეიძლება დღევანდელმა თანამედროვე ადამიანმა, ახალგაზრდობამ, რომ დავით გარეჯელისგან აიღოს და დაიდოს ცხოვრების წესად. აი პირველ რიგში რა თქმა უნდა სულიერი სიმდაბლე, რაც მარტო არ გამოიხატა ევროსთან შებრძანებასთან დაკავშირებით, ეს მისი პიროვნული თვისება იყო, რაც ვახსენეთ წოდების ხედვა, განჯას აუცილებლად მონა მოყვეს შემდეგ შენ გეტავსულიო ცხოვრებაში, ეს არის სიმდაბლე. დრო დაინახავ ახლა შენ წოდებს ადამიანი, რო განჯი და მძაფრად უკვე შეგრძობ შენს უღირსებას, შემდეგ ბუნებად რა მოდის შემდეგ ეტაპი
სიმდაბლე აპარტაუნება კი არა, განკითხვა კი არა და სიამაყე არა, სიმდაბლე ლოგიკურად. და ეს უნდა ვისწავლოთ ჩვენც არამედ ახალგაზრდებმა, ძველგაზრდებმაც, რომ სიმდაბლე აუცილებელი პირობა ადამიანის ხონებისას. უფალი რას ამბობს? ისწავლეთ ჩემგან, შვიდ ვარ და მდაბალ გულით. განასხვავებულ დატოვი არ არის საჭირო ხონებისას, მაგრამ აქ ხაზგასმულია, რომ ეს არის აუცილებელი პირველი პირობა, რითაც ჩვენ ღმერთთან ურთიერთობას ვამყარებთ. და მინდა ერთი მოკლედ შევეხვალ თემასაც, აი თუნდაც დღეს ძალიან აქტუალურია ერთგვარად ეგრეთ წოდებული რელიგიური ტურიზმი. ეს ადვილია ხარ მამწუნა დაუდგარიჟო წაბძანდა ეს გზა იყო ძალიან ხიფათით სავსე გაჭირები თვეები ჭირდებოდა რომ ჩასულიყო იერუსალიმი. ეხლა შეიძლება ერთ რამდენ საათში იქ აღმოჩნდე და ძალიან კარგია რომ სურვილი აქვს ახალგაზრდებს თუ ძველგაზრდებს მოილოცონ წმინდა ადგილები დაათვალიერონ და სამწუხაროდ ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში მთავრდება მხოლოდ გადაღებული სელფები თუ იქ და ფერზე აღბეჭდილი გარკვეული სიწმინდეების ფოტოსურათები და ეს არ არის საკმარისი. ეს ისეთი დიდი მადლის შემცველი წმინდა ადგილები, რომ იქიდან სულმა უნდა მიიღოს სარგებელი და ესო შესაძლებელია თუნდაც მიახლების გარეშე, დავითის მაგალითი ჩვენ ამისთვის ძალიან კარგად გვაქვს და ყურახა თუ დავით გარეჯელისნაირი სიმდაბლე არა გვაქვს, რა თქმა უნდა, ძნელია ეს, მაგრამ რომ მივიახლებით, აი ვიზზე მოქმედებს ეს მადლი, ვის შეუძლია წამოავზანოს ის მადლი ან შეიგრძნოს სულიერი რაღაც შეცვალოს მის ცხოვრებაში, უკეთეს გახდეს, ვინც მას სარწმუნოებით მიახლება. სწორედ აი ეს ზეციური გამოცხადებით ჩვენ რა გავიგეთ, რომ გურუთხა პატრიარქ ელიას, რომ თავისი სარწმუნოებით დავით გარეჯეს მთელი იერუსალიმის მადლი მიაქვს. წარმოგიდგენთ, იმხელა წმენა ქონდა, რომ შებრძანების გარეშე, გარკვეული მოლოცვის, ლოცვისა თუ ვედრე მოხდრეკების გარეშე, იქ შინაგან რაღაც ჩამოლის სხვადასხვა სიწმინდეების თაყვანისების გარეშე, მას იმხელა წმენა ქონდა, რომ მთელი მადლი მოქონდა და ხო ჩვენ იმდენ წმენა მაინც უნდა ვიქონიოთ, რომ იქ რომ მივძანდებით, რომ რეალურად სულიერი სარგებელი მივიღოთ და არ დარჩეს მარტო ერთ-ერთ გარკვეულ თავგადასავლად თუ რაღაცა ერთი ადგილის მოლოცვის თუ მონახულების მხოლოდ ნიმუშა და აქთა ჩვენ ცხოვრებაში. დიახ, რამდენი რამ არის ჩვენს ქვეყანაში სანახავი ხო, რამდენი სიწმინდე არის, რამდენი ტაძარი არის. ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, რომ დღევანდელ დღეს საშუალება გვაქვს, რომ საზღვრებს გარეთ გავიდეთ და უფრო მეტად შევძლოთ სიწმინდეებთან მიახლება და მოლოცვა, თუმცა თავდაპირველად ალბათ უკეთესი იქნება, რომ ჯერ ჩვენ ქვეყანას დავდოთ პატივი, ასე ვთქვათ და მივაქციოთ ყურადღება, ვიცოდეთ თუ რა სიწმინდეები ინახება, რა ტაძრებია, რა ისტორია აქვს თითოეულ განს და ალბათ ეს თავდაპირველად ახალგაზრდობიდან და პატარა თაობიდან იწყება ეს ყველაფერი. რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ დროულად მოხდეს ინფორმირება ახალგაზრდის და რა საკიდან, რა პერიოდიდან უნდა მოხდეს მამა ირაკლი თქვენ როგორც შვილების მამა, ასე ვთქვათ, ან თქვენ კარგად გეცოდინებათ თუ რა საკიდან არის შესაძლებელი მათი დაახლოება ჩვენს ისტორიასთან, ჩვენს დედა ეკლესიასთან. ეხლა ეს აუცილებელია ისტორიასთან ურთიერთობა, ეს არის წარსულთან ურთიერთობა, სწორია. ისტორია თუ წარსული არ გავაცანით ჩვენს შვილებს, ვიცი ჩვენ ილიას ცნობილი მტრია და აწყვარი შობელი წარსულისა და ნარივ შობილი მომავალის. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს მოვალება თუ მიგვაჩნდეს და კარგია დღეს მადლობა ღმერთს ახალი ძალას იკრებს ეს მომენტი, ადრე უფრო არ იყო, სხვა ფორმით იყო, უფრო სწორად აი კომუნისტური რეჟიმის დროს, მაგრამ ეხლა უკვე ჩართულია ეკლესიაც, ჩართულია ჩვენც დავდივართ მოსავლოცად ღვთისმადლით, არ ვცდილობთ არ გავაც ოჯახებით, მრევლთან ერთად, ასევე საზოგადოებრივი მოძრაობა აი დავითიანი საპატრიარქოს და ახალგაზრდობის ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, ამიტომ და მადლობა გადავუხავთ ვისარგებლო შემთხვევით, სკოლები, უმაღლესი სასწავლებლებიც აი ესე დღეს მოვალება თვლიან, რომ აუცილებელი პირობა თუ საქართველოს რეგიონებში გავიდნენ, სიწმინდეები მოინახულო, მონასტრები, ეკლესია მონასტრები, ჯერ გაიცნონ და შემდეგ ძალიან აი მომეწონა ეს დევიზი თუ ეს ფრაზა ბევრს მეც ვეუბნე და ვიყენებ ხოლმე რომ ნახავ შენ ახალგაზრდებს ეხლა მithumetes შემდეგ რა გიშდება სურვილი რომ უნდა მიხედო ხანდახან იქ მისახედია რაღაც საქმე და ისეთი კარგი დევიზი გაჩნდა მოუვარე საქართველოს და ჯერ ჩვენი სამშობლოს უნდა გავიცნობდეთ შემდეგ მოუვარო და მე რა თქმა უნდა მოსალო ძალიან ბევრია და მე იმ ფასს მეტად დაინახა როცა იცი შენ ამხელა სიწმინდე ამხელა სიმაღლის კულტურული თუ რელიგიური ქვეყნის შვილი ხარ და ამის ფასს აკსავლობ შემდეგ რა თქმა უნდა ყველაფერს სწორად ეს გამოხატავ და აფას და მეტ მას მიიღებ ვიდრე შენი არ იცოდე და რაღაცა სხვებისგან იხილებოდე იმდენი გვაქვს მithumetes მადლობა ღმერთს ამისთვის რომ ჯერ ჩვენი უნდა შევიცნო და ჩვენ უნდა დავაფასო და ჩვენსას მოუვაროთ კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს მამა ირაკლი და გმადლობთ მობრძანებისთვის მიხარით დღეს მადლობა შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ნაძალდევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი. ამასობაში 9 საათი შესრულდა ერთად აღვავინოთ უფლისადებელი ლოცვა და დაგიბრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად დაგვეულდეთ. დიდება მაღალთაში ნომერცა
ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმაგლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო.
უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო. დილამშვიდობის ამას, ვინც ახლა შემოგვიერთთ და თქვენ უყურებთ ერთსულოვნების დილას, ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ჩვენ გადაცემა გრძელდება ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დაარსებიდან წელს 107 წელი შესრულდა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 29 მაისს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა ნიჭიერთა 10 წლედის დიდ საკონცერტო დარბაზში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა საანგარიშო კონცერტი გაიმართება. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილე ქალბატონი ბაია ყოღუაშვილი. დილამშვიდობის ქალბატონი ბაია, გმადლობთ მოგზაურობისთვის. დილამშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ყურადღებისთვის, რომელსაც ჩვენ ყოველთვის გრძნობთ თქვენი ტელევიზიის მხრიდან. ქალბატონი ბაია, გილოცავთ ამ თარიღს 107 წელი არც თუ ისე ცოტა არის ნამდვილად და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ნიჭიერი ადამიანი აღზრდილა და კიდევ აღიზრდება თავისთავად. 29 მაისი ვახსენეთ, როდესაც საანგარიშო ღონისძიება ჩატარდება, ასე ვთქვათ, და როგორი არის შემართება, როგორი არის მზადება და ვინ მიიღებს მონაწილეობას, ვინ არის ჩართული. დიახ. მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, როგორც ვხედავთ საუკუნეზე მეც მოითulis, ჩვენ მქონდა საიუბილეო თარიღი 105 წელი, მაშინ მოწვეული ვიყავით თქვენ სტუდიაში და ძალიან საინტერესო საუბარი გაიმართა. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თავიდანვე როცა ეს შეიქმნა ეს სასწავლებელი, ის მელიტონ ბალანჩივაძემ შექმნა როგორც ძირითადი მნიშვნელოვანი სახელოვნებო არტერია, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის და მინდა დღევანდელი ვთქვათ, აი ამ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის და მისი ხელმძღვანელის ქალბატონ მანანა კიკაბიძის მთელი მისი გუნდის და რა თქმა უნდა პედაგოგიური შემადგენლობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ღირსეულად აგრძელებენ ამ ტრადიციებს და მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სასწავლებელი ნამდვილად წარმოადგენს დღეს იმ მნიშვნელოვან კერას, სადაც იზრდებიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, არამედ საზღვარგარეთის ძალიან მნიშვნელოვან სერიოზულ დაწესებულებებში მოღვაწეობენ. მე მოღვაწეობენ ამას ყველა არ ვამბობ, ყველათ არ ვახსენებ ეს ამ სიტყვას, რადგან ისინი მათ შეაქვთ ძალიან დიდი წვლილი ჩვენი ქვეყნის ხელოვნების, კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს 29 მაისს და 18 საათს, როცა ნიჭიერთა 10 წლებში შედგება ჩვენი მოსწავლეთა კონცერტი, ეს არის საანგარიშო კონცერტი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა და ოფიციალური მემორანდუმის საფუძველზე ბატონ ნოდარ ჟვანიასთან და მთლიანად ნიჭიერთა 10 წლებთან გვაქვს ძალიან ბევრი აქტივობა მთელი წლების განმავლობაში. ყოველ წელს ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული მუსიკის დღეები, როცა ჩვენი სტუმრები ჩამოდიან თბილისში და ჩვენ გვაქვს მასტერკლასები, თეორიული კონფერენციები, კოლაბორაციები ჩვენ მოსწავლეებისა და ვთქვათ ნიჭიერთა 10 წლედის მოსწავლეებთან ერთად
კონცერტები ერთობლივი, მაგრამ წელს ჩვენ სრულიად სხვა გადაწყვეტილება მივიღეთ და ეს ინიციატივა ეკუთვნოდა ზუსტად სასწავლებლის დირექტორს ქალბატონ მანნა კიკაბიძეს და მან თქვა, რომ აი ეს იქნება ძალიან კარგი ჟესტი, ძალიან კარგი ნაბიჯი, რომ ჩვენ ჩამოვიდეთ თბილისში, ეხა უკვე ჩვენ ვიყოთ სტუმრები და ვაჩვენოთ ჩვენი ხელოვნება და დღეს რადგან მანანა ჩემს გვერდით არ არის ეხლა ეს იმას არ ნიშნავს რომ ის რაღაცა გარკვეული მიზეზები ქონდა, ეს იყო ძალიან სერიოზული მიზეზი. უბრალოდ ქალბატონ მანანას და მის მოადგილეს მარინა გუბელაძეს უფრო დიდი მისია ქონდა წამოყოლოდა ქუთაისიდან 130 მოსწავლეს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ კონცერტში. დიახ, კაპიტან ბაი ახსენეთ კოლაბორაცია, ახსენეთ მასტერკლასები, ძალიან საინტერესო არის მოვისმინოთ თქვენგან, რამდენად არიან დაინტერესებულები ახალგაზრდები, რომ ჩაერთონ, მიიღონ განათლება მიმართულებით, განვითარდნენ მუსიკალურად და რამდენად არის ხო ქუთაისი ყოველთვის გამოირჩეოდა და დღესაც გამოირჩევა ნამდვილად ხომ არაერთი გენიალური მუსიკოსი თუ შემსრულებელი აღუზრდია. და ასეც გაგრძელდება თავისთავად ხომ არაერთი მარგალიტი გვაჩვქა ქუთაისმა ჩვენს ქვეყანას. როგორი არის ახალგაზრდების მხრიდან დაინტერესება და მათი ჩართულობა? დიახ, მინდა გითხრათ, რომ ეხა 21 საუკუნეა და საერთოდ ისეთ ელიტარულ სახელოვნებო სპეციალობებს, როგორც არის ხელოვნებაცოდნეობა, მუსიკა, თეატრი და ასე შემდეგ, შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაცა ცოტა მოაკლდათ, მაგრამ მე ასე არ ვიტყოდი. დაინტერესება ძალიან დიდია იქ, სადაც არის მაღალი პროფესიონალიზმი. თუ ახალგაზრდები ხედავენ, რომ იქ ღებულობენ სრულყოფილ განათლებას და შემდგომ მათ აქვთ დასაქმების საშუალება, აქვთ თავიანთი თავის ნიჭიერების რეალიზაციის საშუალება, ეს უკვე მათ აძლევს იმ мотиваციას, რომ გააგრძელონ სწავლა, ვთქვათ, მუსიკის მიმართულებით. ამისთვის ბევრი ბერკეტი არსებობს. უპირველეს ყოვლისა, მე მართლა მინდა ეხა გულწრფელად ვთქვა, რომ ქალაქი ძალიან გვიდგას მხარში. ყველა ჩვენი სპეციალობა და გარდა მუსიკისა, სახელოვნებო სპეციალობები, რაც ჩვენთან გაერთიანებაში შემოდის, არის უფასო. ანუ დაფინანსება არის ქალაქიდან, ეს უკვე ძალიან დიდი мотиваცია გახლავთ. ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ასევე მათ ძალიან დიდი ხელშეწყობა აქვთ, რომ კონდეთ ვთქვათ სტიპენდიები. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ გვქონდათ IBC სტიპენდიები მაგალითად. ასევე ჩამოსული იყო მაგალითად შვედეთის ფონდიდან, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ჩვენი ცნობილი კოტიკა ვარდელის ქალიშვილს, რომელმაც მოიწონა ერთ-ერთი ბავშვი და შვედეთის ფონდისგან დააფინანსებს. ასევე შეიძლება გითხრათ იმის შესახებ, რომ ქალაქიც მაქსიმალურად ცდილობს და ნიჭიერთა აწლედი განსაკუთრებით უნდა გამოვყო, იმიტომ რომ სრულიად უფასოდ ჩვენ შეგვიძლია ჩამოვიდეთ ნიჭიერთა აწლედში სულ ცოტა ხნის წინ. ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მესამე სამუსიკო სკოლიდან, რომელსაც ხელმძღვანელობს მსოფლიოში ცნობილი ტენორი ბატონი გიორგი სტურვა, მისი მოსწავლე იყო რამაზ სინაურზე ჩამოსული, რომელიც ჰობოიზე უკრავს და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კულტურის სამინისტროს ბევრი პროექტი გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ მოვიპოვოთ, ვთქვათ, ეს დეფიციტური ინსტრუმენტები და ბატონი ნოდარის, ქალბატონი კვალიაშვილისა და საზღვარგარეთ გერმანიაში მოღვაწე ქობულაშვილის, გიორგი ქობულაშვილის დახმარებით მან მიიღო მასტერკლასები, შემდეგ ქუთაისის ოპერისა და თეატრმა გადასცა მას არაჩვეულებრივი ინსტრუმენტი და ის უკვე საოპერო თეატრის ორკესტრში უკრავს და ეს ძალიან დიდი მიღწევა. უნდა გითხრათ ჩვენი კურსდამთავრებულების შესახებ, აი სასწავლებელში ეს არის ნამდვილი კერა და ეს ამას ქმნის ჩვენი ძველი გვარდია და ახალგაზრდები ერთად. როგორ ვითარდება შემდგომ მათი კარიერა, ასე
ვთქვათ და ეს ნაბიჯები ახლა აი მაგალითად ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი კურსდამთავრებული გიორგი არაბიძე, რომელიც არის ქალბატონი ელისო ვირსალაძის ერთ-ერთი რჩეული, რომელიც ახლა ბარსელონაშია და აბარებს იქ გამოცდებს, სხვათა შორის ძალიან წარმატებით, მისი პედაგოგი ლედა კანკავა უნდა ვახსენო, იმიტომ რომ პედაგოგების გარეშე მათი აი როგორი ამ მუშაობას საზღვარი არ აქვს, არ არის იქ დრო, მათი თავგანწირვა თუ შეიძლება ასე ითქვას და ეს ყველაფერი ხელშეწყობა ამისი კეთდება თვითონ სასწავლებლის თქვა ადმინისტრაციიდან, ამავდროულად ქალაქიდან, რა თქმა უნდა ჩვენი გაერთიანებიდან, რომის ხელმძღვანელი ბატონი ვაჟა ჯუღელი გაახლავთ და ჩვენ გვაქვს ამის არაჩვეულებრივი ასპარეზი რომ დავეხმაროთ მათ. აი პირველ სამუსიკო სკოლა მაგალითად იქაც მოქმედი მუსიკოსი გახლავთ დირექტორი ქალბატონი ზანდა კიკვაძე, რომლის მოსწავლემ ანასტასია ამაღლობელმა მაგალითად თბილისში კონსერვატორიაში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა და მანჰეტენში მიემგზავრება ახლა. ანუ რაც ჩვენ ხელგვეწიფება ყურადღება არ აკლდება, თქვა სამუსიკო სასწავლებლებს, სახელოვნებო სასწავლებლებს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს, რაც თქვა გაერთიანების ერთ-ერთი შემადგენელია და ესენი ყველანი ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში და პედაგოგები ახსენეთ და პედაგოგებზე ნამდვილად ძალიან ბევრია დამოკიდებული, იმიტომ რომ პედაგოგმა შეიძლება ძალიან შეგაყვაროს შენი სპეციალობა, ასე ვთქვათ, და ის იყოს შენი ცხოვრების ამომავალი წერტილი, ან საერთოდ ხელი აგაღებინოს და გადაიფიქრო, რაც არ უნდა სურვილი გქონდეს. თავდაპირველად რომ დიდი შემართებით და გულანთებით ხარ პედაგოგმა შეიძლება ისეთი ზემოქმედება იქონიოს, რომ საერთოდ ხელი აგაღებინოს ჩაფიქრებულ პროფესიაზე და საწადო პროფესიაზე. ქალბატონ ბაია, კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს თუ სად როდის გაიმართება ღონისძიება. ხვალ 29 მაისს 18 საათზე ნიჭიერთა აწლეთში გაიმართება ჩვენი საანგარიშო კონცერტი. მე მოუწოდებ ყველა ქუთაისელს, არა ქუთაისელს, რომ მოვიდნენ ჩვენთან, მხარი დაუჭირონ ჩვენ არაჩვეულებრივ მოსწავლეებს. მე მინდა ასევე ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს დელეგატს პარლამენტში ბატონ ზაზა ლომინაძეს მხარდაჭერისთვის, ისინი ყველანი ჩვენს გვერდით იქნებიან დღეს და ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ სასწავლებელი დღეს დგას თავის სიმაღლეზე, იმიტომ რომ არ არსებობს მიმართულება და ჟანრი, რომ იქ არ იყოს ეს და ჩვენი სავიზიტო ბარათები გახლავთ, ჩვენი გუნდები, ჩვენი შემსრულებლები ინდივიდუალური, ასევე კამერული, სულ ახლახან გუნდებმა მოიპოვეს ქალბატონი ნათია გოგოაძე, ჩვენი არაჩვეულებრივი ფოლკლორული ანსამბლი ნაინაი და მისი ხელმძღვანელი ქეთი ბანცაძე და სხვანი და სხვანი. ხა ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ამავდროულად ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან არის სრულიად ახალი სპეციალობა, ეს არის სამგალობლო მიმართულება, რომელსაც ბატონი მალხაზ ერქვანიძე ხელმძღვანელობს და ვფიქრობ საქართველოსთვის დიდი საქმე კეთდება სასწავლებელში და ის ნამდვილად ღირსეულად აგრძელებს ტრადიციებს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ დიდი შრომისთვის, დიდი ღვაწლისთვის, ასე ვთქვათ, თქვენს ყველა თანამშრომელს და ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენს გადაგვრჩენია რომ წარმატებები გისურვოთ და იმედი დავტოვოთ რომ კიდევ არაერთხელ ვისაუბრებთ თქვენი წარმატებების შესახებ ჩვენ სტუდიაში. მადლობთ მოგზაურობისთვის, ქალბატონ ბაია. თქვენი მხარდაჭერა ყოველთვის იგრძნობა. მადლობთ. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილე ქალბატონი ბაია კოღუაშვილი. დღეს როგორც უკვე აღნიშნეთ, გახლავთ ღირსი მამა დავით გარეჯელის ხსენების დღე. შეგახსენებთ რომ დავით გარეჯის მამათა მონასტერში წირვას აღავლენს საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა ლომიძე. ღვთისმსახურება 10 საათზე დაიწყება. ამავე დღეს მონასტერში მიბრძანდება უწმინდეს და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე, რომელიც
12 საათსა და 30 წუთზე პარაკლის აღავლენს. ასევე დღეს გახლავთ მამა დავითობა და ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი ჩაგურთვება ამ თარგმნაზე მდებარე მამა დავითის ტაძრიდან, სადაც ღვთისმსახურება 9 საათზე დაიწყო. დილამშვიდობის ნინო და გილოცავ დღევანდელ დღეს. სოფო დილამშვიდობისა, როგორც უკვე აღნიშნა, დღეს მართლმადიდებელი 60 ქულო ეკლესია ღირსი დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს. მეც გილოცავ და განსაკუთრებულად მიულოცავ ჩვენს მაყურებელს. მე ახლა მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ტაძრიდან გერთვებით, სადაც ტრადიციულად ყოველი წლის ამ დღეს სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღევლინება. ღვთისმსახურებას წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი ადგილობრივ სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. იქამდე სანამ აქ შეკრებილ სასულიერო პირებსა და მრევლის წევრებს გავესაუბრები, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ღირს დავით გარეჯელს უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში ქრისტიანობის დაცვასა და განმტკიცებაში. ჩემთან ერთად ახლა არის მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური გიორგი ფირცხელანი და მისგან უფრო მეტ შევიტყობთ ამ დღის მნიშვნელობის შესახებ. მამა გიორგი, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. რა მნიშვნელობის მატარებელია ღირსი დავით გარეჯელის ხსენების დღე? პირველ რიგში მოგილოცავთ დავით მამა დავითობას, სოფოს მიულოცავ პირველ რიგში მთელ ჩვენ ერს მიულოცავ უწმინდეს და უნეტარეს შიო მესამეს დიდი პატივისცემით. მოგეხსენებათ, რომ ის სულიერება, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, არის ღვთისწყალობა და ღვთისწყალობის ერთ-ერთი გამოვლინება იყო სწორედ მამა დავით გარეჯელის და 13 ასურელი მამის მობრძანება საქართველოში და სწორედ მათ 8 წელს უკავშირდება სამონასტრო ცხოვრების აღშენებლობა და კიდევ ერთხელ სარგებლობა. შემთხვევით და მიულოცავ ყველა მონასტერში მცხოვრებ ბერებს და სასულიერო პირებს, განსაკუთრებით მამა დავით გარეჯის ლავრაში მყოფ ბერებს და ზოგადად მამა დავით გარეჯელის სახელობის უდაბნოს ბერებს ყველას მიულოცავდი აი ამ დღეს. დიდი წყალობაა ჩვენ ერზე და ეს წყალობა, როგორც მე-6 საუკუნეში იყო მამა დავით გარეჯელის სახით, ისე დღემდე გრძელდება. აი ჩვენ ყველა ვნახეთ თუ როგორ პატივით გავავცილეთ უწმინდესი და უნეტარეს ილია მეორე, რომელსაც ყოველთვის უყვარდა აქ ამოსვლა და ყოველთვის ესწრებოდა ხოლმე მამა დავითობას და ასევე გამოვირჩიეთ და ინტრონიზაცია მოხდა ახალი პატრიარქისა შიო მესამესა და ეს სულიერება ყოველთვის იქნება და გაგრძელდება ჩვენ ქვეყანაში. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ გილოცავთ მამაო. ჩემთან ერთად როგორც უკვე აღნიშნე, მრევლის წევრებიც არიან და ახლა მათ გავესაუბრები. დილამშვიდობისა და გილოცავთ დღევანდელ დღეს. გილოცავთ. რა მნიშვნელობის მატარებელია ღირსი დავით გარეჯელის ხსენების დღე? უდიდესი მნიშვნელობის მთელი მართლმადიდებლობისთვის, არა მარტო ქართველებისთვის, მთელი მართლმადიდებლობის სამყაროსთვის საუკუნეებია მთაწმინდიდან აღევლინება ღვთის ლიტურგია და დღეს სადღესასწაულო ლიტურგიიდან მამა დავითიდან მიულოცავ მთელ ერს, მთელ ქართველებს, მთელ საქართველოს, მთელ სამართლმადიდებლოს დღევანდელ ბრწყინვალე დღესასწაულს მამა დავითობას. დიდი მადლობა. დილამშვიდობისა, თქვენც გილოცავთ დღევანდელ დღეს. თქვენთვის რა მნიშვნელობის არის დღევანდელი დღესასწაული? ჩემთვის განსაკუთრებული დღესასწაული არის, რადგან მთაწმინდებლებისთვის ეს დღე არის აი ყველაზე გამორჩეული დღე ჩვენი უბნის, ჩვენი ქალაქის და რომელიც ამშვენებს ჩვენს უბანს და ყველა მთაწმინდელს, ყველა თბილისელს და სრულიად საქართველოს ულოცავს დღევანდელ დღეს. ფარავდეს მამა დავით გარეჯელის ძალე და მადლი. მადლობა, გილოცავთ კიდევ ერთხელ. სოფო, შენც აღნიშნე და მეც ვეტყვი ჩვენს მაყურებელს, რომ დღევანდელი დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნება დავით გარეჯის მონასტერში, სადაც სულ მალე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მიბრძანდება და პარაკლის აღავლენს. კიდევ ერთხელ ულოცავ ჩვენს მაყურებელს და დაგემშვიდობებით. მადლობა ნინი, კიდევ ერთხელ გილოცავ დღევანდელ დღეს, ასევე გეტყვით, რომ ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება დავით გარეჯში და დღესასწაულის შესახებ მომზადებულ სიუჟეტს უკვე ვნახავთ ჩვენ საინფორმაციო გამოშვებაში.
გრძელდება ჩვენი გადაცემა ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელში 1 ივნისს მისაღები გამოცდები დაიწყება. თემაზე უფრო ვრცლად გვესაუბრებიან სტუმრები ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი, საფორტეპიანო განყოფილების პედაგოგი ქალბატონი მარინა ლობჟანიძე და ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორის მოადგილე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქალბატონი თინა ვინერია. დილამშვიდობის, გმადლობთ მობრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი სასწავლებელია ნამდვილად ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ არაერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, არაერთი მნიშვნელოვანი მუსიკოსი აღუზრდია, არაერთი თაობები, ასე ვთქვათ და ასეც გაგრძელდება ნამდვილად. ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე 1 ივნისი, ვინაიდან უკვე ხდება მიღება ახალი ნაკადის და საინტერესო არის რომ მოვისმინოთ მსურველები ვინც არიან თუ აქვთ მათ ჯერ კიდევ საშუალება რომ ჩაერთონ ამ პროცესში მისაღებ გამოცდებში თუ უკვე შეზღუდული არის ვთქვათ მათი მიღება როგორ ხდება ქალბატონი მარინა თქვენ მოგმართავთ დილამშვიდობის და გილოცავთ დღევანდელ დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა და არაჩვეულებრივი დღეა გამორჩეული ამიდით და ერთო შესანიშნავი. დიახ, 1 ივნისს იწყება მისაღები გამოცდები, 30 ივნისამდეა საბუთების მიღება. არ არის რთული პროცესი, იმიტომ რომ ჭირდება სკოლიდან ცნობა, სადაც სწავლობენ დაბადების მოწმობის ასლი, 2 ფოტოსურათი და ადგილზე შეავსებენ განცხადების ფორმას მშობლები, რომელ მიმართულებაზე სურთ რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა, იმიტომ რომ მიმართულებების მთელი კალეიდოსკოპია სურვილის და მიხედვით ფორტეპიანო, ვოკალი, სადირიჟორო, ნებისმიერი სიმებიანი თუ ჩასაბერი ინსტრუმენტი, ჯაზი, საესტრადო და ასე შემდეგ. განაფორმებული მხარისა და საბუთებისა კიდევ რა არის საჭირო? თავისთავად ნიში, მაგრამ დიახ, საერთოდ მუსიკას თავისი სპეციფიური კრიტერიუმები აქვს, რითაც ხდება ბავშვების შემოწმება, ცოტა ისეთი სიტყვა, მაგრამ ანუ ბავშვებთან ნახვა რა შესაძლებლობები აქვს მათ მომავალში. ეს არის ინტონაციის სისუფთავი შემოწმება, ანუ უნდა იმღერონ, აქვე ჩანს ბავშვის სმენაც, მისი ემოციური კონდიციაც, მისი არტისტული მონაცემებით, მე ამოწმებენ თქვათ, რამდენი გერა ესმის კლავიატურაზე დაუკრავენ რამდენიმე ნოტს, ტაში თქვათ, რითმული სტრუქტურები, შეიძლება ერთი გერა იპოვონ თქვათ ოქტავის ფარგლებში და ასე შემდეგ. არაფერი რთული, პრინციპში ეს არის ტრადიციული ყველა სასწავლებელში, ნებისმიერში და კიდევ ერთი ჩვენთან 1000-მდე ბავშვი სწავლობს სახელმწიფო დაფინანსებით, ანუ უფასოა სწავლა, მაგრამ ასევე გვაქვს ფასიანი სექტორი, სადაც ბავშვები, რომლებიც ამ ეტაპზე ან ნაკლებად არიან მომზადებულები, ან თქვათ ვერ მოასწრეს საბუთების შეტანა და მე სექტემბერში შეუძლიათ განაახლონ ეს მიღების პროცესი, შეუძლიათ ჩააბარონ, რაც თავარია ასაკი არ არის შეზღუდული. ფასიანზე ნებისმიერ ასაკი სურვილს შეუძლია მოვიდეს და ეზიაროს ამ საოცარ ხელოვნებას და რა ვიცი, და რასთავარია გადამზადება, ასე ვთქვათ, ამ ფასიანზე. ჩვენ იგივე პროგრამა არის, უბრალოდ მოთხოვნები, თქვათ, მე საგამოცდო კლასიდან კლასში გადასვლის უფრო მარტივია და კიდევ ერთი ნებისმიერი ფასიანი სექტორის მოსწავლეს შეუძლია შემდგომ უკვე გავიდეს ჩვეულებრივ გამოცდაზე, მისაღებ გამოცდაზე და გადავიდეს უფასო სექტორზე. ესე რომ ეს ძალიან დიდი ფუფუნებაც არის, შესაძლებლობაც არის, мотиваციაც არის და რასთავარია ჩვენი სასწავლებელი გამორჩევა საოცრად დიდი კეთილმოსურნეობით, შესანიშნავი ატმოსფეროთი, ნებისმიერი პედაგოგი, რომელთა უმეტესობა არის კონსერვატორიის პროფესორ მასწავლებლები, ანუ პირდაპირ ხიდია გარდამავალი, რომელიც ვის გადაწყვეტს, რომ თქვათ, მუსიკას დაუკავშიროს თავისი პროფესია, ასევე შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს და რასთავარია ძალიან დიდი ხანი არსებობს ჩვენი ეს მუსიკალური ციტადელი, 1922 წელს დაარსდა თავიდან როგორც სტუდია, მერე იყო სკოლა და 20 წელია უკვე არსებობს როგორც სპეციალური მუსიკალური სასწავლებელი, რომელიც ერთადერთია სამწუხაროდ იმ რეფორმის არც თუ ისე კარგი რეფორმის მერე დარჩენილი საქართველოში და თბილისში და ძალიან ვამაყობთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ტრადიციის გამგზელებელი და ამაყად შეგვიძლია თქვათ, რომ ეს ტრადიცია მომავალათაც იქცევა. და რაც მთავარი არის, რომ ახალგაზრდების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება. ძალიან დიდი დაინტერესება და მერწმუნეთ მე სკოლებშიც ვასწავლე, ჩვეულებრივ სკოლებში მუსიკისაგანს ამდენი წელია უყურებ ბავშვების განვითარებას და განსაკუთრებით პოსტ-კოვიდის შემდგომ პერიოდში ძალიან მოიმატა ფსიქოლოგიური პრობლემებმა, ჩაკეტილობამ, რაღაც ემოციური ვერ გაზიარების
რაღაცნაირად არ შეუძლიათ ბავშვებს და მუსიკა არის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი საშუალება, სწორედ აი ეს თავისთავად იპოვონ, გააზიარონ, კომუნიკაცია დაამყარონ და რაღაცნაირად იცით, აი თავშესაფარია ყველანაირად სულიერი, ემოციური, ინტელექტუალური, ну, იმ ბენეფიტებზე, რასაც მუსიკა აძლევს ბავშვებს და თუნდაც რამდენიმე წლიანი განათლება, ძალიან ბევრი არის დაწერილი, ქალბატონი თინას დაამარტებს ალბათ და მე მგონი აღარ შევაწყეთ ჩვენ მაყურებელს, ესე რომ სიამოვნებით გელით და კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა სასწავლებელში, რომელიც მუსიკალურ სამოთხეს გვირდებათ. ამავდროულად ჩვენ საუბრის ფონზე ჩვენ მაყურებელი თვალყურს ადევნებს იმ არაჩვეულებრივ და ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ სასწავლებლის მარგალიტები არიან. ქალბატონი თინა, თქვენ რომ გითხრათ თუ ზოგადად რა გამოწვევები არის დღეს სასწავლებელში, ასე ვთქვათ, რა საკითხები არის გარდა იმისა, რომ არაერთ ნიჭიერ თაობას ზრდით და არაჩვეულებრივი პედაგოგები ემსახურებიან ამ საქმიანობას, ნამდვილად აყვარებენ სპეციალობას, თავის პროფესიას და ქვეყანას კიდევ არაერთ შესანიშნავ მუსიკოსს აღუზრდით. გარდა ამისა, კიდევ რა გამოწვევები არის დღეს, რის წინაშეც დგას სასწავლებელი? სასწავლებელი, საერთოდ მუსიკალური განათლება, მოდი ვთქვათ, აკადემიური მუსიკალური განათლება სჭირდება ძალიან დიდი ხელშეწყობა სახელმწიფოსგან. იმიტომ რომ ეს არის მაინც ელიტარული დარგი, რომელიც არ არის ისეთი ეკონომიურად ძლიერი, აი მოდი ესე ვთქვათ პირდაპირ და ამიტომ ბავშვები, რომლებიც სწავლობენ მუსიკას, არა, ისინი ირჩევენ საერთო მუსიკალურ განათლების პროფილით წასვლას, ვიდრე პროფესიონალურ მუსიკოსებად ჩამოყალიბებას, ვინაიდან აი აქ რეალიზების საშუალება საქართველოში ნაკლებია. გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ხელფასების საკითხი, ხო? შემდეგი დასაქმების საკითხი. აი ამას თუ სახელმწიფომ ხელი შეუწყო, არა, ჩვენ ისეთი მდიდარი მუსიკალური ტრადიციები გვაქვს და იმდენად ნიჭიერია ჩვენი ახალგაზრდობა, მიუხედავად იმ რთული პირობებისა, რომლის ფარგლებშიც და რომლის პირობებშიც იზრდებიან და ყალიბდებიან ჩვენი ახალგაზრდა მუსიკოსები, ისინი მაინც აღწევენ უდიდეს წარმატებებს საერთაშორისო ასპარეზზე. მაგალითად, წელს ძალიან სასიხარულო ფაქტი მოხდა, როცა ჩვენმა კურსდამთავრებულმა ეკატერინე ბუაჩიძემ, ეს არის საოპერო მომღერალი, პლაჩიდო დომინგოს მიერ დაარსებული ერთ-ერთი უდიდესი საოპერო მომღერლების კონკურსია, ოპერალი 25, სამმაგი გამარჯვება მოიპოვა, როგორც საუკეთესო საოპერო მომღერალმა, როგორც მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელმა და ერთ-ერთი ჟანრია სარსუელას, ეს ესპანური ვოკალური ჟანრია იმ საუკეთესო შემსრულებელმა და ეს არის ჩვენი გაზრდილი. ასევე ვოკალური განყოფილებიდან ძალიან ბევრი წარმატებული მომღერალია, რომელიც თავის ასე ვთქვათ, მოღვაწეობას აგრძელებს საზღვარგარეთ, იტალიაში და ასე შემდეგ. ასევე ყველა განყოფილებაზე არის, აი მართლა ვარსკვლავები, მაგალითად წელს ჩატარდა მანჰეტენის კონკურსი შესარჩევი ტურები, სადაც ორმა ჩვენმა საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლემ გაიმარჯვა და ისინი ამერიკაში წავლენ ლანგის მიერ დაარსებულ კონკურსში მონაწილეობისათვის. უბრალოდ რომელი მიმართულება, ასე ვთქვათ, პოპულარული. იცით რა, აბსოლუტურად ყველა განყოფილება, ესე იგი, სასწავლებელი მოიცავს ყველა აკადემიური მუსიკის პროფილის განყოფილებებს. ეს არის საფორტეპიანო, საორკესტრო, ასე ვთქვათ, ვოკალური, საგუნდო სადირიჟორო და ყველა ამ განყოფილებებზე არის ძალიან წარმატებული მოსწავლეები, გუნდები, ну ჩვენი გუნდებიც შესანიშნავია ყველა კონკურსზე, ფესტივალებზე, ისინი იღებენ ძალიან მაღალ საპრიზო ადგილებს. და გარდა ამისა, რა მინდა თქვა, რომ მე-7 კლასიდან კიდევ არსებობს თეორიულ საკომპოზიციო განყოფილება, სადაც ვისაც აქვს ეს საკომპოზიციო ნიჭი, ხო, მე-7 კლასიდან, როცა ის მიიღებს უკვე პირველდაწყებით განათლებას, შეუძლია გააგრძელოს უკვე სპეციფიურად აი ამ საკომპოზიციო განყოფილებით და შეგვიძლია გავზარდოთ მომავალი კომპოზიტორებიც. რომ აი ეს არის ყველაფერი არსებობს, ნიჭი არის, პედაგოგები თავდაუზოგავად შრომობენ, გვჭირდება
ინსტრუმენტები. ჭირდება ინსტრუმენტები, იმიტომ რომ დრო მოჭმული და საერთოდ ყალგასულ ინსტრუმენტებზე ვაკვრევინებთ ჩვენ ბავშვებს. ძალიან აი ეს ძვირადღირებული სიამოვნებაა. და ამიტომ ჩვენც გვესმის სახელმწიფოსი, რომ არ არის იმდენი სახსრები, რომ თლიანად მოხდეს გადაიარაღება და ახალი ინსტრუმენტების შეძენა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ აი ამაზე მუსიკას ვერ ასწავლე. ქალბატონმა მარინამ აღნიშნა თუ რა ესე უხეშად რო ვთქვათ, რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს მუსიკამ ადამიანს, ხომ? თქვენ ქალბატონი თინა, თქვენ შეხედულება რომ გითხრათ ამასთან დაკავშირებით, რომ მშობლებმა უფრო მეტად ვთქვათ, ვის შვილსაც აქვს ამის სურვილი, მაგრამ შეიძლება მშობელს არ აქვს ამის დიდი მონდომება, რომ მუსიკას გაყვეს შვილი. აი რას აძლევს მუსიკა ბავშვს, როგორ ანვითარებს მას? აი უდიდესი ეს უკვე ჩვენი სურვილები და ჩვენ პროპაგანდაზე კი არ ლაპარაკობს, რომ აი ჩვენ მუსიკოსები ვარ და გვინდათ რომ ბევრმა ბავშვმა ისწავლოს მუსიკა. არა, ეს მეცნიერულად არის უკვე და დამტკიცებული. იმიტომ რომ ნახეთ, აი მათემატიკა ხო გადასარევია ბავშვისთვის, იმიტომ რომ აზროვნება, გონება, ანალიტიკური აზროვნება. მუსიკაში ჩართულია ორივე: გონებრივი მუშაობა და ფიზიკა, მოტორიკა. აი მაგალითად წვრილი მოძრაობები იაპონელებს და ჩინელებს აქვთ ესეთი სპეციალური სავარჯიშოები წვრილ ტექნიკაზე, წვრილ მოძრაობებზე, რომელიც მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს შორის ადვითარებს ახალ ნეიროქსელებს, რის გამოც უკვე ორივე ნახევარსფერო ძალიან კარგად მუშაობს, თო? ეს კი მუსიკაში არის, ხო? ორივე ხელი მუშაობს, ფიზიკა მუშაობს, მოტორიკა მუშაობს, კოორდინაცია მუშაობს, ვითარდება ეს ყველაფერი და აი რომ დავაკვირდეთ სხვათა შორის ბავშვებს, აი ვისაც მუსიკალური განათლება აქვს მიღებული, არ მუსიკას სწავლობს, ისინი სხვანაირები არიან, უფრო დახვეწილები, უფრო თითქოს კულტურულები, უფრო თბილები, უფრო ჰუმანურები. იმიტომ რომ მუსიკა გავლენას ახდენს სულიერ პიროვნულ ჩამოყალიბებებს. იმიტომ რომ ბავშვი როცა ეზიარება ესეთ მაღალ ხელოვნებას, რასაც მუსიკა ქვია, ხო, ის სხვანაირად იხვეწება. ამდენად აბსოლუტურად საჭიროა, რომ შეგიძლია არ გახდე პროფესიონალი მუსიკოსი, რასაკვირველია ეს რთული პროფესია და ყოველდღიურ შრომას საჭიროებს, თავდასდებას საჭიროებს, მაგრამ განათლება უნდა მიიღოს ყველამ. და ეს არის მსოფლიოში უკვე ტენდენცია. ნახეთ, ჯერ კიდევ ძელსაბერძნეთში, საბჭოთა კავშირშიც, ევროპაში და ამერიკაში ბოლო დროს განსაკუთრებით მე წარსული ტრადიციები გასაგებია რომ ესე იყო. დღეს ძალიან გამზაფრებულია სწორედ აი მუსიკის სწავლების აუცილებლობა, იმიტომ რომ აი სწორედ ის არაჩვეულებრივი თვისებები აქვს, რაც ქალბატონმა თვითონ თქვა და მე დავუმატებ რაც რომ ნახეთ, ჩვენთან არის საკონდო სადირიჟორო ფაკულტეტი და არ შეგვიძლია არ ვახსენო სამი დირიჟორი. პირველი ეს არის ელიზბარ მუჯი, რომელიც დღეს პატრიარქი შიო მესამია, რომელმაც 7 წელი ისწავლა ჩვენთან, მათონ ნუკრი ბაგრატიონ დავითაშვილთან. ეს არის სიმონ ჯანგულაშვილი, რომელიც არის სამების საკათედრო ტაძრის მთავარი რეგენტი და ეს არის ნიკა რაჭველი მემანიშვილი, რომელიც დაამთავრა მიქელაძის სახელობის სასწავლებელი და დღეს მიქელაძის სახელობის ორკესტრის დირიჟორი. ესე რომ იმ შემსრულებელთან ერთად სოლისტებთან, რომელიც მართლა ძალიან ბევრი ყავს ნებისმიერი ფაკულტეტის, ჩვენ ყავს ასევე დირიჟორები და რასთავარ ეცით მართლა მერწმუნეთ ყველაფერთან ერთად მუსიკა ასწავლის ბავშვებს ორგანიზებულობას, ერთმანეთთან ურთიერთობას, პასუხისგებლობას, აი ის განსაკუთრებით რომლებიც უკრავენ და მღერიან ანსამბლში, გუნდში, ორკესტრში, ხდება რომ ის დაუშვათ მე თუ რაღაც არ გამომიდა, მე ყველას ვაზიანებ და პირიქით მე ვარ ის ერთი აუცილებელი სუბიექტი, რომელიც ძალიან ბევრს განსაზღვრავს საერთო საქმისთვის და ძალიან მეგობრულები არიან. სხვანაირი ათვისების უნარი აქვს ყველა სხვა საგანში და მართლა იცით აი ეს კოლოსომი, რომელიც აერთიანებს მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროს, მართლა არის დამტკიცებული დღეს ახლა ყველაფერს აკეთებ ხო იცით რომ აი სწორედ მუსიკა არის ის ერთადერთი აქტივობა, რომელიც რთავს ამ ორივე ტვინის ნახევარსფეროს და კიდევ და კიდევ უფრო იზრდება ამისი მაჩვენებლები და მუსიკის თერაპია ცალკე საგანია, იმიტომ რომ მუსიკა კურნას პარტი მაგალითად გეტყვით, გუშინ მოვიდა ჩემი მოსწავლე ძალიან დაღლილი
ხო იცით ბავშვებს როგორ რეჟიმი აქვს და გაკვეთილის ბოლოს იღიმოდა რა ბედნიერება არასოდეს არ მეგონა რომ ესე გამომივიდა და მეთქე დაღლა გაქრაკი მეთქე რა ეს არის მუსიკის ძალებს შენ აი ამ არაჩვეულებრივ ნაწარმოებთან ერთად ხელმეორედ იბადები და ცოცხლები და რა ვიცი ყველა ჩვენი პედაგოგი კაპლენთინა დამეთანხმება ამას აკეთებს რომ ბავშვებმა გაღიმებულებან და ბედნიერმა დატოვოს სასწავლებელი და შევახსენოთ მაყურებელს პირველიდან 30 ივნისის ჩათვლით ეს 30 მაისის ჩათვლით არის საბუთების მიღება რამდენიმე დღე დარჩა ანუ დღეს ჩათვლით 4 დღე საბუთების მიღება მარტივია 11-დან 4 საათამდეა ჩვენი ეს ადმინისტრაციის შენობა სადაც იღებენ ამ საბუთებს და 1 ივნისიდან დაიწყება გამოცდება პირველ კლასში და მე რო უკვე შემდგომ კლასებშიც არა კაპლენთინა ხო ესე რომ ცოტა მე რა მინდა დავამატო იცით უფრო კარგად რო ახსნათ სპეციფიურობა ჩვენთან სწავლის და ის პირობები რომელსაც ჩვენ თავაზობთ ბავშვებს ჩვენთან არის ორი სექტორი ფასიანი და უფასო სექტორი უფასო სექტორი ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული და ორიენტირებულია პროფორიენტირებული ბავშვები მუსიკოსებად აღზრდისათვის და ამიტომ აქ ვიღებთ უფრო მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებს რომელსაც სურთ გახდნენ მუსიკოსები მაგრამ თუ გინდა რომ საერთო განათლება მიიღო მაგრამ მაღალი ხარისხის საერთო განათლება ამისთვის არსებობს ფასიანი სექტორი მაგრამ ჩვენთან ჩამოყალიბებულია დიფერენცირებული სწავლების მოდელი ეს რას ნიშნავს რომ ხო თუ შენ უფასო სექტორზე როგორც ნიჭიერი მიგიღეთ როგორც ნიჭიერი მომზადებული პროფორიენტირებული ბავშვი მაგრამ შენ ვერ შეძელი მოთხოვნების დაკმაყოფილება გაგიჭირდა შრომის მოყვარების ნაკლები მონდომების გამო შენ გადადიხარ კი არ გრიცხავთ არამედ შენ გადადიხარ ფასიან სექტორზე სადაც იღებ მუსიკალურ განათლებას და ისევ ჩრჩები მუსიკაში და აქ კიდევ ფასიან სექტორზე ვიღაცები გამოავლენენ ხოლმე ისეთ ინტერესს ეძლევათ საშუალება რომ შემდგომ უკვე უფასო სექტორში გადმოდის უფასოზე და აი ლავირება სექტორებს შორის გვაძლევს ძალიან კარგად კონტინგენტის დაკომპლექტების საშუალებას და უკვე უფასო სექტორზე ისეთი ბავშვების თავმოყრას რომელსაც მართლა უნდა გახდეს პროფესიონალი მუსიკოსი მიუხედავად იმ სირთულებისა რომელზედაც მე ვილაპარაკე წარმატებებს გისურვებთ თქვენს მოსწავლეებს რა თქმა უნდა და თაობას რომელიც შემოაბიჯებენ და შემოაღებენ კარს ამ დიდ სამყაროში რომელსაც მუსიკალური სამყარო ჰქვია კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის თქვენ კი შეგახსენებთ სტუდიის სტუმრები ბრძანდებოდნენ ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი საფორტეპიანო განყოფილების პედაგოგი ქალბატონი მარინა ლობჟაინძე და ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორის მოადგილე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქალბატონი თინა ღვინერია. დღევანდელი გადაცემაც ჩემი ძირფასებოდ დასრულდა. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყავით. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. გმადლობთ ყურადღებისთვის. ხვალამდე.